კიდევ ერთხელ გმადლობთ რომ გვიყურებთ. უბრუნდებით ეთერში. გადაცემის მესამე ნაწილის თემა არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ეგრეთ წოდებული ბიო და აბაზანის მარილები, რომელსაც ნარკოტიკული თრობის მისაღწევად იყენებენ. ადგილობრივი ახალგაზრდები და არა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდები. თეორემას მესამე ნაწილის სტუმრები არიან დავით ოთიაშვილი, ექიმი, ნარკოლოგი, დამოკიდებულებათა ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა საბელაშვილი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამების მენეჯერი, ბატონი დავით სუბელიანი, დეკრიმინალიზაციის მოძრაობა 2 ივნისი. როგორც ვიცი 2 ივნისს არ გაჩერებულა ეს მოძრაობა. 2 ივნისს მხოლოდ დაიწყო და ქეთა გაბუნია სტუდენტი. დიდი მადლობა ჩემთან მობრძანებისთვის, თეორემაში სტუმრობისთვის და პირველი კითხვა ბატონ დავითთან მექნება. მე გავეცანი თქვენს ბროშურას, რომელიც თქვა აი ზუსტად ამ ახალ ფსიქოაქტიურ ნარკოტიკებზე მოამზადეთ. თუ შეიძლება მოკლედ გითხრათ ბიოთი დავიწყებ. თუ შეიძლება მოკლედ გითხრათ რა არის ბიო და რა საფრთხეები ახლავს ბიოს გამოყენებას, რაც შეიძლება მოკლედ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ასეთი საინტერესო თემის განხილვისთვის. ბიო ეს არის ტერმინი, რომელიც საქართველოში მეცახელია ფაქტიურად. მეცახელია კი, რომელთაც საქართველოში არქმევენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სპაისების სახელით არის ცნობილი ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საუბარი არის მარიხუანას სცენარეულ ალტერნატივებზე. რამდენად არის ეს მარიხუანას ალტერნატივა? ეფექტით ძალიან გავს მარიხუანას ეფექტს. გამოწვეულია ეს ეფექტი სინთეტური კანაბინოიდებით, რომელიც არის ამ ნივთიერებების შემადგენლობაში, თუმცა ეტიკეტზე თქვენ ამას ვერ ამოიკითხავთ. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალი მცენარეების, რომელიც ყოველი ამ ნივთიერების ეტიკეტზე არის, არ ემთხვევა რეალურ შემადგენლობას. მთავარი მოქმედი შემადგენელი ნაწილი არის, როგორც ვთქვი, სინთეტური კანაბინოიდები, სხვადასხვა 100-ზე მეტი ამდაგვარი სინთეტური კანაბინოიდი არის შექმნილი და შეიქმნა 60-იანი წლებიდან დაიწყო ამ სინთეტური კანაბინოიდების შექმნა. როგორც თქვენ ამბობთ, ბროშურაში ამბობთ იმისთვის, რომ ფსიქიკაზე ზემოქმედების ეფექტის გარეშე გამოიყენებინათ ის თვისებები, რაც ტეტრაჰიდროკანაბინოლს გააჩნია. ახასიათებს ტკივილის, ასე ვთქვათ, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი ეფექტი, თუმცა მეცნიერები ვერ აღმოჩნდნენ წარმატებულები და ამდაგვარი სინთეტური კანაბინოიდის შექმნა, რომელსაც არ ახლავს თან ფსიქიკაზე ზემოქმედება, ვერ მოხერხდა. სამაგერად წარმატებული აღმოჩნდა ის ბიზნესი, ვინც მერე ამით ისარგებლა, ხო? ფაქტია, რომ ეს ბიზნესი არსებობს და სამართალდამცავებსაც უჭირთ მასთან გამკლავება, იმიტომ რომ ხშირად არ შედის მის შემადგენლობაში, არ არის ის ნივთიერება, რომელიც აკრძალულ არალეგალურ ნივთიერებათა ჩამონათვალშია და იმ შემთხვევაშიც კი თუ ხდება, ვთქვათ, აი ამ ნივთიერების შეტანა აკრძალულ ნივთიერებაში, იოლად ხდება ამ ქიმიური ნაერთის ჩანაცვლება. მარტივად იწყებენ ახალი სინთეტური კანაბინოიდის დამატებას ამ ნარევში და ეს ნივთიერება კვლავ ხდება ლეგალურად ხელმისაწვდომი. და კიდევ ერთი შეკითხვა, ისევ თქვენთან მექნება მე სხვა სტუმრებზე გადავალთ, რადგან ეს არის შედარებით ახალი ხილი, ვთქვათ, ამ ჩვენს ბაზარზე. რამდენად იცნობენ, ვთქვათ, იგივე ექიმები როგორ გაუმკლავდნენ მისით მიყენებულ, ვთქვათ, არ ვიცი, ტრავმა იქნება ეს თუ ზიანი. არასასურველ შედეგს გვერდით მოვლენ. ანტიდოტი თუ არსებობს? არ არსებობს ანტიდოტი, ცოდნა ძალიან მწირია, ვინაიდან ეს არის ახალი ფენომენი, ცოდნა მწირია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, მხოლოდ ეს იმიტომ რომ ვინაიდან ახალი ფენომენია და ამ ეტაპზე ხდება შესწავლა იმ საფრთხეებისა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამ ბიოების გამოყენებას. ერთი რაც ნამდვილად არის ცნობილი, პოტენცია ამ სინთეტური კანაბინოიდებისა ტეტრაჰიდროკანაბინოლთან შედარებით, ან ბუნებრივ მარიხუანასთან შედარებით მაღალია, გაცილებით. მოდით ეს ვთქვათ, მაშინ როდესაც მარიხუანა ნაწილობრივ აგონისტია კანაბინოიდური რეცეპტორების, სინთეტური კანაბინოიდები არის სრული და ძლიერი აგონისტი. ანუ უფრო მეტად ხდება
აღზნება უჯრედებისა, რომელზეც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოქმედებს კანაბინოიდები და უფრო ძლიერ შედეგს იწვევს, რაც ინტოქსიკაციის საფრთხეს ერთის მხრივ ზრდის, მეორეს მხრივ გაცლებით ზრდის დამოკიდებულების პოტენციალს. მეც ახალს გამოვიყენებ ხოლმე მესაუბრისას, იმიტომ რომ ამ მაყურებელს ალბათ ამით უკეთესად გაიგებს. ბიოს შემთხვევაში აი გვესმის რომ ბიო არის საფრთხის შემცველი, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, აი ბიო მოწია და გარდაიცვალა ახალგაზრდა. ამის რამდენად გადამოწმებულია ვთქვათ ეს სტატისტიკა და თუ იცით რაიმე სტატისტიკა? ხო, ეს მორალური ჭორები სულ არის, რომ ვიღაცა ნახეს რომელიც გარდაიცვალა ამის შედეგად. მე ცადე და ვერ ვიპოვე შემთხვევა, არამედ საქართველოში, არამედ სხვაგანაც, სადაც აღწერილია, რომ სამედიცინო დასკვნადებს, რომ დაუშვათ ამის მოხმარებამ ლეტალური შედეგამდე მიგვიყვანა. დღეს გავისაუბრეთ ბატონ დათოსთანაც და ჩახედული ამ საქმეში და მე ვფიქრობ, მე მგონი არა გვაქვს ეგეთი შემთხვევა აღწერილი სოფლიო იმაში ისტორიაში. უბრალოდ ეს არის, რომ ახალი არის ეს სინთეტური ნარკოტიკი, აკრძალვის გამო ჩდება სულ ახალი და ახალი ფორმები. მინარევები, რომელსაც იყენებენ მწარმოებლები, არ ვიცით ზუსტად რა არის და კაცმა არ იცის რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს. და მე როგორც დეკრიმინალიზაციის აქტიური მომხრე, აქვე შემოვიდა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის და მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ვსაუბრო. ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენი რომ თუ იქნებოდა მარიხუანა დეკრიმინალიზებული ან ლეგალიზებული, საუბრობ მოხმარება ალტერნატიული ნარკოტიკებისა, სინთეტური ნარკოტიკებისა იქნებოდა საკმაოდ შემცირებული, შესაბამისად მოსალოდნელი პოტენციური რისკი იქნებოდა მინიმუმი. რამდენად რა ცოდნას ეყნობით, როცა ამას ამბობთ, იმიტომ რომ აი მე მაგალითად ბროშურას რო გავეცანი, იქ საუბარია იმაზე, აი ბატონ დავითის და მისი კოლეგები საუბრობენ ალბათ ამაზე, სხვა ვინ ამ ბროშურაში, რომ თვითონ ეს ნივთიერებაც, რაც შედის ამ ბიოში, იწვევს დამოკიდებულებას. თუ ეს ნივთიერება კონკრეტულად იწვევს დამოკიდებულებას და ადამიანი უკვე ამაზე არის დამოკიდებული, ვთქვათ, რატომ შეიძლება რომ მარიხუანას შემთხვევაში თავი დაანებოს ამას. მით უმეტეს რომ ამასთან ყველაფერი პრინციპში გარკვეულია, აკრძალავენ ახალს მოიგონებენ და სამართალდამცავად ნაკლები. მოდი ასე ვთქვათ, რომ ის ვინც უკვე მომხმარებელი ამ ბიონარკოტიკის და ასე ვთქვათ, გადაწყვეტა რომ მოწოს ეს ნარკოტიკი და აპირებს რომ მოუშვეს მოიხმაროს, შეიძლება მან არ დაანებოს ამის გამო, თუ კი მარიხუანა გაჩნდება ხელმისაწვდომი, მაგრამ არის ახალი თაობები მოდიან უამრავი ადამიანი, რომელსაც ბიონარკოტიკისთვის ხელი არ მოუკიდია და იმ წერ შემთხვევებში, როდესაც მარიხუანა ხელმისაწვდომი ხდება მისთვის, მოიხმარს მხოლოდ მას. თუნდაც ამიტომაც ღირს რომ მარიხუანა იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისათვის. და რა თქმა უნდა, კი მარიხუანაზე ჩვენ ვიცით, რომ დამოკიდებულების რისკი არის ძალიან ცოტა, ბევრ ნარკოტიკთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს დამოკიდებულების გაჩენისა. ამიტომ არის ის ასე ვთქვათ, ნაკლებად საფრთხიანი ნარკოტიკი, ხოლო ბიონარკოტიკზე ვიცით, რომ მას გაცლებით დიდი პოტენციალი აქვს, რომ დამოკიდებულება გააჩიოს მომხმარებელში. პრობლემა იმაშია, რომ არა მარტო შემადგენლობა, ეს ანტიდოტები და ესეთი ინფორმაცია არ აქვს ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, არამედ ცოდნაც მწირია, იმიტომ რომ კვლევა ბუნებრივია, შეუძლებელია ესეთ ნარკოტიკის პირობებში, რომელიც სოფლის დიდ ნაწილში არის სამწუხაროდ და ჩვენ ერთი რაც ვიცით არის ის, რომ არც ერთ საზოგადოებაში ისტორიის ნებისმიერ მომენტში არც ერთი საზოგადოება არ ყოფილა სრულად თავისუფალი ნარკოტიკისგან. ეს არის ადამიანის ბუნება, როდესაც ადამიანი ან იტვირთება, ან თუნდაც უსაქმურად არის, ან სტრესით, ან დაბალი სტრესით, ან მაღალი სტრესით, ეს იწვევს იმას, რომ ადამიანს სჭირდება რაღაც ნივთიერების მიღება, როგორც საკვების ისე. თუმცა დანამდვილებით რაც ვიცით არის რატო აგერ ლევან რამიშვილი იტვირთება მშვენივრად დღე-დაღამე კითხულობს საერთაშორისო მიღება ჭირდება მშვენივრად გნობს და არა არც ალკოჰოლს არ მოიხმარს და არა კითხულობს ბევრი ადამიანი რომელიც ალკოჰოლსაც არ იღებს და არც სიგარეტს არ იწევს, მაგრამ ეს გამონაკლისი ადამიანები არიან დღეს. თუმცა რაც ვიცით არის ის, რომ რაც არ უნდა აკრძალო ნარკოტიკი, ყოველთვის გაჩნდება ახალი ნარკოტიკი. აი წარმოუდგენელი რაღაცები გვესმის, საიდან გამოყავთ ხო ეს რა როგორი ქიმიური რეაქციები და რაღაცა ჩვეულებრივი საფთიაქო ნარკომანია რო ავიღოთ ხო და მაგას ვამბობთ სწორად რა რომ ნარკოტიკს თვითონ უშუალოდ ნარკოტიკის მოხმარებას გაცილებით ნაკლები ზიანი მოაქვს ადამიანისთვის ვიდრე იმ დამოკიდებულებას რაც საზოგადოებაში არის ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. სწორედ აი ეს დემონიზაცია რაც არის საზოგადოებაში რომ
ნარკომანი უნდა იყოს ესეთი, ნარკომანი უნდა იყოს ესეთი, ჩვენ უნდა გავრიყოთ, ჩვენ ანუ პრობლემას ქმნის და ასე შემდეგ, ეს ქმნის უფრო დიდ პრობლემას, ვიდრე უშუალოდ ნარკომანი. ჩვენ ახლა მივდივართ ანუ სტიგმის თემამდე, შემდეგ ამას თავი დავანებოთ, ეს საინტერესო თემა, მაგალითად მეც მაგ კითხვები ამასთან დაკავშირებით. ოზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენცია ვილნიუსში, რომელსაც უკვე შარშან, ხო, რომელსაც ესწრებოდა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი კვაშნევსკი, რომელმაც ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ 10 წლის წინ მან მოაწერა გამკაცრებული ნარკოკანონს ხელი და მან თქვა, რომ როდესაც მე დავფიქრდი და ვნახე, რომ 20-25 წლის ახალგაზრდები ფაქტიურად ასრულებდნენ ყველანაირ პერსპექტივას საკუთარი კარიერისას იმის გამო, რომ მოიხმარეს ნარკოტიკი, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ მთელი თაობა დავღუპეთ და დიდი ბოდიში მოიხადა. ნუ ახლა ესე რომ ვთქვა, აი ჩემი წინამორბედი დათო კოზირიძის გადაცემა იყო, სადაც ერთი ჩემი ნაცნობი არის სტუმრად, რომელიც ასევე ამბობს, რომ შეიძლებოდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნარკომანიის პრობლემა აწელში გადაწყდა ჩვენთან და ეს მართლაც რაღაც ძალიან დიდი პრობლემა იყო 90-იანებში, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ქართული საზოგადოების, შეიძლებოდა კანონმდებლობისთვის გადაგვეხედა და ვთქვათ, იქ არ ვიცი, ან რას გულისხმობს გადახედვაში, მაგრამ ვარაუდობ, რომ საუბარია კლასიფიკაციაზე, ზოგადად, ვთქვათ, რაღაცა გარკვეული ტიპის ნარკომანი, მაგრამ ეს თემა წაგვიყვანს შორს, მე გპირდებით, რომ ეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია თუ ლეგალიზაცია არის თემა, რომელსაც მე აუცილებლად მივუძღვნი გადაცემას, ბიოს რომ დაუბრუნდეთ და ბიოს საფრთხეებს. ქეთა, შენი გამოცდილება თუ შეგიძლია გაგვიზია, რომ ამ კუთხით ვთქვათ, იგივე რასთან გვაქვს საქმე შენი აზრით და ზოგადად რამდენად ხშირია სტუდენტი ბრანდებით, რამდენად ხშირია სტუდენტებში ამის მოხმარება? ხო, ნუ საკმაოდ ხშირი არის, რასაც ვაკვირდები, მე სადღაც 10 წელია დაახლოებით კლუბებში დავდივარ სისტემატურად. ძირითადად უფრო კლუბური ნარკოტიკი არის ეს. ანუ ამ ბიოს ძირითადად მოიხმარენ ის ახალგაზრდები, რომლებიც დადიან კლუბებში. იმ პერიოდში, როცა ვთქვათ, სხვა ნარკოტიკების შედარებით ხომ კლუბური ნარკოტიკი, მოდი მაშინ გავმიჯნოთ, მე დიდი ესეთი ცოდნა მივიღე ამ ბროშურით, დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე თვითონ ესე კარგად ვერ ვერკვევდი ამაში. ერთი არის რომ სპაისი, რასაც ბიოს უწოდებენ და მეორე არის და რომელსაც ვთქვათ რაღაც მარიხუანას მსგავსი кайფი აქვს, მოდი ესე ვთქვათ და მეორე არის ეს აბაზანის ნარილები, რომელიც არის კლუბური ნარკოტიკების შემცვლელი, ეს არის ვთქვათ კოკაინის, MDMA-ის და ასე შემდეგ, რასაც ენერგია. ეძახიან ბიო MDMA, მაგათაც ბიო LSD, ანუ ყველანაირი ნარკოტიკი რაც არსებობს, არის უკვე ბიოს სახელითაც გამოდის ეს. ანუ რეალურად ბიო ნიშნავს იმას, რომ რაღაც არის ბუნებრივი და ბუნებრივი აქ თუ პარადოქსთან გვაქვს საქმე, მე როგორც ხსევი. მე როგორც ხსევი, პარადოქსთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ სინთეტური შენაერთებთან დაახლოებით 2008-ში შემოვიდა თუ არ ვცდები პირველი სპაისები საქართველოში და წარმოებლის ეტიკეტს ჰქონდა ბაიოს მოუგეწერა, იყო რომ არის ეს სპაისი, ეს უნდა დაანთო იმისთვის რომ არომატიზატორი, ხო? აქედან დაერქვა ბიო. აი როგორც ბოტასს რო ქვია, ბოტასი, მაგიტომ დაერქვა ბიო, ხო? კედი. ხო, პამპერსი ქვია, ესეთი ბიოა. და ცხადია, ქვეყნებში, სადაც მუდმივად იხარჯება ძალიან ბევრი ფული და ენერგია ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე, და ადამიანებს ბუნებრივია უძვირდებათ და უძნელდებათ ხელმისაწვდომობა კონვერციულ ტრადიციულ ნარკოტიკებზე, იქ სწორედ ეს სიტუაცია უწყობს ხელს, რომ ადამიანის გონებამ ეძიოს ახალი სინთეზური ნარკოტიკი. ისევ სახელმწიფო პოლიტიკის შესაძლებელი მივდივართ, ისევ სახელმწიფო და კიდევ ერთხელ პაკო სიტყვას გაძლევ, რომ აქ იქნები, როცა მაგ თემაზე ვილაპარაკებ, ქეთა. 10 წელია კლუბებში დავდივარო და მაინტერესებს. განმავლობაში თავიდან შედარებით იყო, ანუ ეს ჩვეულებრივი ნარკოტიკები, იგივე ექსტაზი, მოსაწევი, ყველაფერი ჩვეულებრივი იყო, ძალიან ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ანუ იმ პერიოდში ნაკლებად იყო, მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, რომ ვინმე ცუდად გამხდარი იყო. 10 წლის განმავლობაში მოსაწევი იყო ხელმისაწვდომი. არა, 10 წლის წინ, ანუ იმ პერიოდში, სადღაც აი 2007-დან უფრო გამკაცრდა რა. და 2008-დან აი პაკომ თქვა, ხო 2008-დან შემოვიდა უკვე, ანუ ერთ წელიწადში უკვე ჩაანაცვლა აი ამ სპაისებმა. ანუ პრინციპში ის ერთი წელიც ის ერთი წელი იყო ის, რომ ლირიკა მაგალითად რომელიც ძალიან გავრცელებული იყო. კი, ამის შესახებ მე მსმენია. ჩემმა მეგობარმა ლექტორმა მითხრა, რომ ეს ლირიკა არის იმის, რა ქვია, ეპილეფსიის სამკურნალო და ხო და საბოლოო ჯამში ნუ რაღაც საოცარ შედეგებამდე მიდიოდა ხალხი და მე ჩემი მეგობრები მყავს ნანახი, რომლებიც აი
სრულიად ჩვეულებრივი, ნორმალური, შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებიც რაღაც ვიკენდებზე კლუბში გასართობად მიდიოდნენ, სასმელის დალევის მაგრად მოიხმარდნენ ლირიკას და რამდენიმე თვეში უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდები. და რაში გამოიხატებოდა ეს მძიმე მდგომარეობა? იგივე რაღაც კოორდინაციის მოშლა, ამბობენ რომ უკუღმა ხო უკუღმა სიარულს იწყებენ და ასე შემდეგ, ხო. უკუღმა სიარული საინტერესო. აი გემბანზე რო დადიან მეზღვაურები, ესე დადიხარ, როცა იღებ ამას. და კარგი, ლირიკა გასაგებია და ბიოს შემთხვევაში რა არის, თქვენ თვითონ რა გინახავთ? ძლიერი, ანუ ბიო მარიხუანა არის ძალიან ძლიერი და უფრო ნაკლები, ანუ 9 საათი აქვს სადღაც მოქმედების ვატარა. და შესაბამისად ანუ კლუბში როცა სასმელს იღებ და ამას ამატებ, ეს უფრო გიძლიერდება და ნუ დიდხანს გაქვს ეს ენერგია და კარგ ხასიათზე ყოფნა. მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ ამისი დოზირებაც არ იციან საქართველოში და ემართებათ ის რომ ახლა ვყვებოდით სანამ შემოვიდოდით რაღაც ერთ-ერთ ივენტზე უცებ 5 ადამიანი წაიქცა ერთდროულად, იმიტომ რომ ერთდროულად ერთ და იგივე დოზის ხდები რომ ამათ ერთად მოიხმაროს. არავინ არ იცოდა ამათთვის რა უნდა გაეკეთებინა, არც დაცვა მიცოდა, არც იქ მყოფმა ხალხმა. დაცვა გამოეკიდა, დაცვა ცდილობს რომ გააგდოს და მოაცილოს იქაურებას და მე ეს ხალხი ძირსტყვია და თავისი მეგობრები ურტყავენ სახეში და არიან პანიკაში, ისტერიკაში. ნუ მქონია ესეთ შემთხვევა, რომ გამომიძახია სასტრაფო მოდის უყურებს და უი ამან ეტყობა ბიო მიიღო, ჩვენ არ ვიცით როგორ უმკურნალოთ და მიდის. სასტრაფოს მოყვება ეგრევე პატრული. პატრული დგას და ცინიკურად გეუბნება, რომ ეხა ჩვენ მოვალთ და ყველას რომ დაგიჭერთ, მერე ნახავთ, თქვენ რაღაც მოიხმართ და ანუ რეალურად ის ადამიანი, რომელიც ცუდად არის და ვერავინ ვერ შველის, ხო? ისე აგდია თავისთვის, პატრული ნიშნის მოგებით გელაპარაკება, სასტრაფო არაფერს არ აკეთებს და ნუ ისტერიკაში ჩავდილი მეგობრები რა უნდა გააკეთოს სასტრაფო ამ დროს იცის კი სასტრაფო ბატონ დავით არ არსებობს სამეცნიერო რა შეიძლება რომ უნდა გაუწიოს სიმპტომატური რაც აწუხებს იმის საწინააღმდეგო და როგორ უნდა მიხვდეს თქვათ აი ერთ გასაგებია თქვათ კლუბთან თუ მოხდა ესეთი შემთხვევა დადგენა იმისა რომ ოკეი რა შეიძლება ჭირდეს ამ ადამიანს უფრო იოლია თქვათ დედუქციის მეთოდით მიხვდები არ დალი თუ დალია ისე თქვათ მოიყვანეს საავადმყოფოში თქვათ ადამიანი და არ ამ ხელს ვინც მოიყვანა და არც თვითონ რა აქვს მიღებული. როგორ უნდა დაადგინოს? ვერ მიხვდებიან ისეთი მრავალფეროვნება ამ ახალი სინთეტური, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, რომ ყველაზე განათლებულ სამეცნიერო პერსონალს გაუჭირდება თუ არ ახლავს თქვა ადამიანს თანხლები, რომელიც როგორც მივხვდი ამისი ტესტ ანუ ანალიზშიც არ ჩანს ხო ეს თვითონ ზოგი ეხლა შემოიტანეს ტიპიურ მარიხუანას ტესტებში არ ჩანს თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც ვიცი გასულ წელს დახარჯა საკმაოდ დიდი ფული და შეიძინა 8-9 ბიონარკოტიკზე ტესტი რომელიც ასეულობით არის კი აი მე მოვისმინე ირაკლი ღარიბაშვილის ეს რომ თქვა აი ამერიკელ კოლეგებთან მუშაობთ იმის რომ აბსოლუტურად დასმოკლებულია ჩემი აზრით იმიტომ რომ როგორც თქვით ჩდება კვირაში ერთი ახალი დამატებით და რამდენად 15-20-200 ნივთიერება ჩავდოთ ჩვენ სიაში დღეს რომელიც აკრძალულია ხვალიდან დაიწყება შემოტანა ახალი ეს თანხა რომ დაიხარჯოს ადამიანების განათლებაზე პრევენციაზე და ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებაზე გაცილებით უკეთესი იქნება იმიტომ რომ მთელი უბედურებაც იმაშია როცა რაღაცას გთავაზობენ არც იცის იმან ვინც გთავაზობს და არც შენ არ იცი რას მოიხმარ საერთოდ და ამის ჩვენ კი არ ვამბობთ რომ ნარკოტიკის მოხმარება კარგია ჩვენ ვამბობთ რომ თუ ადამიანი მაინც მოიხმარს ნარკოტიკს ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველანაირად რომ ის ზიანი რაც ნარკოტიკმა მას შეიძლება მიაყენოს ეს შევამციროთ იმიტომ რომ ამოსავალი წერტილი და ყველაზე მთავარი მაინც არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. კი, გასაგებია, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ხა მოდი პატა ესეთ რაღაცა ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ სკანდინავიის ქვეყნებში ან გერმანიაში, სადაც ქვეყნის GDP სულ მოსახლეზე არის $40,000-ზე მეტი და სახელმწიფოს აქვს იმის ფუფუნება, რომ თუნდაც ვთქვათ ნარკომანს, ვთქვათ რომელმაც თვითონ აირჩია ის ცხოვრების გზა, ხო? მე კი გასაგებია, რომ ვეღარ გამოდის ამ სიტუაციიდან, მაგრამ თვითონ აირჩია. და არიან იქ ვთქვათ და ჩვენთან ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს $6,000 GDP ადამიანზე და ჩვენ გვყავს ბავშვები რომლებიც არ ურჩევიათ ავადმყოფობა, მაგრამ იღუპებიან ამით, ანუ არჩევანი როცა გააქვს. ერთხელ იყო დათო მაპატე ბარემ მაგაზე გეტყვით და კონფერენცია იყო რაღაც და გელა ლეჟავა ვიცით, ყველა ეს ნარკოლოგი, კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანი. დაუსვა კითხვა, ჰოლანდიიდან იყო ადამიანი ჩამოსული და კითხა ესეთი რაღაცა რომ თქვენო აი ამდენი თანხა გაქვთო და ჩვენო ბავშვები შიმშილით გვიკვდებაო და როგორ ნარკომანებს დავხარჯოთო
გასართულია და პასუხა ძალიან კარგად. მე ნამყოფი ვარ ჰოლანდიის მთავრობის წარმომადგენლებთან მქონია შეხვედრა და ისინი ამბობენ, რომ ეს არის გაცილებით იაფი საშუალება ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ვიდრე სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების დაფინანსება. დათვლადია ალბათ ეს შეგვიძლია. რა რომ ესეთი მიდგომა ზიანის შემცირების დათვლილია ბევრ ქვეყანაში ნანახია და ამაზე არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტება ესეთი ბრძოლა ნარკოტიკებთან არსად არ გაუმართლებია ჯერ. ნუ გასაგებია ხა ეგრე ქურდობასთან და მკვლელობასთან ბრძოლასთან გამართვა. მე ხა ისმაკის ადვოკატის რომ სამწუხაროდ არ მყავს ესეთი ადამიანები. არსად არ ფიქსირდება მოხმარების შემცირდება ერთი რაღაც ნარკოტიკი ან ჯგუფი ნარკოტიკების აიგზალა აუცილებლად ბუშტი გამოიბერება სხვაგან და სხვა ნარკოტიკები გაჩნდება ერთ რეგიონში ყველაფერს გააძლიერებს სხვა რეგიონში ამოტივდება ეს ესეა და ეს ამისათვის გაეროს ქონდა ძალიან კარგი ინიციატივა კომისია შექმნა ამ კომისიამ შეისწავლა მსოფლიოში უკვე არსებული სიტუაცია ამ ბრძოლის ეს ემპირიული მონაცემებზე დაყრდნობით და დადო დასკვნა რეკომენდაცია მიცა წევრ ქვეყნებს რომ შეამცირონ ეს ბრძოლა ნარკოტიკებთან და შესაბამისად ინვესტიციები აკეთონ განათლებაში ხარჯებს და ექსპერიმენტულად შეხედონ გააკეთონ ლეგალიზება ბევრი ნარკოტიკის იმიტომ ვინაიდან ხალხი მაინც მოიხმარს და ამ ხალხის კანონი მიღმა დატოვება და შემდეგ შესაბამისად თამდები პრობლემები რაც ეხლა ნუ შეხედეთ ადამიანი რომელიც მუშაობს მე დავუშვათ მოვიხმარ დავუშვათ რაღაც ბიონარკოტიკს ამ ბევრი ჩემი თანამოქალაქე მუდმივი სტრესის ქვეშ ჩვენ გვაქვს შიში რომ შეიძლება სამსახური დავკარგოთ იმიტომ რომ რაღაც საღამოს მე სადღაც გავერთე რაღაც ვქენი მე რაღაცა მოვიდეს დამიჭიროს შეურაცხყოფა მომეყნოს ამიყოლოს ბიონარკოტიკით დაეჭვმაქრო შეიძლება ვერ დაგიჭირონ იმიტომ რომ ვერ დაიჭირონ ის არც ისე ადვილად არის საქმე იმიტომ რომ ჩვენ თქვით სამაგეროდ თუ გადაგიყვანენ და გამოწმენ შეიძლება ამოგიგდოს მარიხუანა და დაკავებების უდიდესი ნაწილი სწორედ მარიხუანაზე მოდის იმიტომ რომ ძიმე ნარკოტიკი სამწუხაროდ საიდან მოგაქვთ ეგ სტატისტიკა იმიტომ რომ ჩვენთან არ არის შესაძლოა სტატისტიკაც ანუ ჩვენთან არ არის თქვათ კატეგორიზებული კატეგორია აი მე რამდენჯერაც არ შევეცადე სტატისტიკის მოპოვებას მოდით ეხლა დღევანდელი სტატისტიკაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის 2012-ში გამოაქვეყნეს ნარკოდანაშაულის სტატისტიკა და ზოგიერთ რეგიონში იყო 80% მოდიოდა მარიხუანას გამოვლენა. თლიანობაში 50%-ზე მეტი იყო მარიხუანა, იმიტომ რომ მარიხუანა დიდი ხნის განმავლობაში რჩება სისხლში და დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება შეამოწმოს. მე როგორც ვიცი, ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მაგალითად სუბუდექსი და მარიხუანა ერთი მუხლის ერთი პუნქტით რეგულირდება და ცალკე არ არის ეს გამოყოფილი. შესაბამისად, როდესაც თქვათ, შესაძლოა აწარმოებდა სტატისტიკას, ეს მაშინ როდესაც ჩემეძნო რომ თქვათ, აი მაგალითად, ანუ შიდა წყაროებიდან ვიცოდი, ძალიან რთული იყო მათთვის კატეგორიზება, იმიტომ რომ აი რამდენი ადამიანი დაიჭირეთ მარიხუანას გამო. მაგალითად, ჩემი კამპანია იყო ეს შიდა წრეში და ახლოს რომ არ შეიძლება თუ რა წუთშიც მარიხუანას მოხმარების გამო იჭერა ადამიანს, იმ წუთში აღარ ხარ ევროპა. ჩემი რაღაცნაირი დევიზი და ლოზუნგი იყო ეს, იმიტომ რომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. ხო, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი დაიჭერა და ვითხოვდი სტატისტიკას, როდესაც მეუბნებოდი, რომ მაგის გამო ისაც კატეგორიზაცია არ იმის გამო რომ არ იყო, თქვა, აი ამ მუხლის ამ პუნქტით დაიჭირეს და აკავეს ეს ადამიანი, აი ესე ხდებოდა სტატისტიკის შედგენა. განმავლობაში და ესე დაყოფილი რეგიონების მიხედვით და ნივთიერებების მიხედვით. მე ჩაგრავდნენ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ტაბულას არაერთხელ გამოუთხოვია და არ მოგცეს ჩვენ მაშინაც კი ეს ინფორმაცია. პრეზენტაციის მე გამოგიგზავნოთ და შეხედავთ. კი ბატონო, აი ბოლოს ბატონ დავით მინდა ვკითხო, რას ურჩევდით ბიონარკოტიკების მომხმარებლებს? კარგი კითხვა. სიფრთხილისკენ მოუწოდებდი, არის რეალური საფრთხეები დოზირებასთან დაკავშირებით, არის საშიშროება რომ თუ ადამიანში არის ფსიქოზისკენ მიდრეკილება ამ ნივთიერების მოხმარებამ დაქოქოს ეგ მექანიზმი. ფსიქოზი ცოტა ხმამაღალი სიტყვა, ფსიქოზისკენ მიდრეკილი რო ვარ, შეიძლება სულაც არ ვიცოდე მე, ხო? და როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა არის თუ არა? ანუ სუსტი ლაბილური ადამიანმა არ იცის, ამიტომ ვთქვათ, როცა ახალგაზრდაა, ხო? კი, რა თქმა უნდა, და სხვა შორის ახალგაზრდა ასაკში არის ყველაზე უფრო მაღალი საშიშროება მიდრეკილების გამოვლენისა.
ციფრხილის გარდა ვერც ვერაფერს ჩვენ გვინდა ეს რაღაცის გაკეთება თამარ აი ადიქტოლოგთა ასოციაციამ შვენერი საქმე წამოიწყო თუმცა ჩვენ როგორც ვილაპარაკეთ მომხმარებლის თვის ეს ტერმინოლოგია შეიძლება ცოტა გაუგებაროს და ვერც ხვდებოდეს რაზე იყოს საუბარი იმიტომ რომ არსებობს ტერმინები არსებობს ისეთი სპეციალისტებისთვის კი მაგრამ მე გავეცანი და მეტსახელები არსებობს ესეთი ჩვენ გვინდა რომ ფოკუს ჯგუფი ჩავატაროთ კლუბის ვინც კლუბში დადის და ვისაც აქვს ეს ტერმინოლოგია ათვისებული რომ დავსვათ ეს ორი ერთი სამუშაო და რეალობა დავსვათ ერთმანეთზე და ასევე გვინდა რომ რაღაცა ესეთი სამოქალაქო აქტივობით შეუწყოთ ხელი ადამიანების გადარჩენას ანუ დავატრენინგოთ იგივე კლუბების და სხვადასხვა დაწესებულებების პერსონალი რომ იცოდნენ აი რა შველის როგორ ჯობია რა უნდა გაუკეთონ ადამიანს სხვა გზა არ არის უბრალოდ რა ჰოლანდია სტატისტიკა თუ არსებობს რამდენი ადამიანი მოიხმარს აი ეგეთიც არ არის ალბათ ვფიქრობდი სწორედ მე მგონი არ არის და საინტერესო იყოს და ერთ-ერთი წყარო ალბათ ამ ინფორმაციის შეიძლება იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორედ რომელიც ვერ იქნება, იმიტომ რომ ვერ ადგენენ. შემოტანისას დატაცებას აკეთებს ესე ვთქვათ, ხშირად კანონიერებს და ზოგჯერ უკანონო დატაცებას, ნაკიდი ბიონარკოტიკისა, მოხმარებლობის მოიხმარე რაღაც ლეგალურს, ანუ ისეთ ნარკოტიკს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის, მაგრამ ვერ აღწევს ადრესატამდე, და იქ პოსტაში ეუბნები არის, გადამზიდავი ეუბნება, რომ უნაწილებს იმას, ანუ ერთ ადამიანს ჩამოსდის პოსტით და იმან შეიძლება 10 კაცს დაუნაწილოს. და თან პროვის არის რომ მე რამდენადაც ხვდები, თავისთავად ბაგდროს შინაგან საქმეთა სამინისტროც რამდენად კანონიერად ახდენს ამის ამოღებას, იმიტომ რომ თუ ის არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას, მაშინ როგორ რა მოხლით ხელმძღვანელს? ეს არის კანონის მიღმა, ღონისძიება, ჩემი აზრით, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ეს და ეს თავის ძალაუფლებას ბუნებრივია, იმიტომ რომ ხა შენ თუ გამოიწერე, არ ჩამოვიდა, ეხა ვერ წახვალ იქ შენ და ვერ დაიწყებ საკუთარი უფლებების დაცვას, იმიტომ რომ გეშინია, რომ შეიძლება მარიხუანას კონდეს მოხმარებული ამ პერიოდში. შაშან დაფიქსირდა ძალიან სასაცილო. და ასე შემდეგ. რამოდენიმე გადამზიდავმა პატარა გადამზიდავმა ჯორჯი ვიღაცა თვითნებურად ასე ყოველნაირ და ოფიციალურად ფორმალურად ძალდატანების გარეშე გამოაცხადა დეკლარირება გაკეთა იმის რომ ჩვენ აი ამ კონკრეტულ ნივთიერებების გადაზიდვაში აღარ ვღებულობთ მონაწილეობას და აი ეს ბროშურაშიც არის რომ ხოდა მე საშუალება რამოდენიმე მათ თანამშრომლს დავლაპარაკეთ სხვა ხოდა ვეუბნებოდი რომ რატო აკეთებთ თქვენ ბიზნესი ხართ რატო ამბობთ თუ არის რაღაცა და ხო ჩვენს გვითხრეს მიგვითითეს და უნდა გავაკეთოთ ბუნებრივია ეხლა რომც არ დაედასტურებინ ამ ადამიანს გასაგები იყო თუმცა საჯარო კომენტარში სხვა რამე თქვეს ეხლა გამახსენდა საიდან ვიცი ეგ ნეტგაზეთის სტატიაში ვნახე რომ აი ეს რაღაცა არეჯანსაღი წესი ასე შემდეგ საჯაროდ ეს არ უთქვა მე მინდა თქვა ეგეთი რაღაცა რომ ეხლა ნარკოტიკს ვამბობთ და მომხმარებლებზე ნარკომანის სიტყვა ნარკომანი თუნდაც ჯერ მარგინალიზებას აკეთებს მე ვფიქრობ რომ ამ სუბსტანციების მომხმარებლებიან ბევრი ტიპის სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა სოციალური წინა სხვადასხვა ასაკის წარმატებულები თავიანთი ზოგი წარუმატებელი დასაქმებული და უსაქმებელი ესე მთელი კულტურა არის ესე ვთქვათ შთაბეჭდილებათა მაძიებელი ხალხისა ხო მე მომიხმარია და არ მაქვს პრობლემა რომ ეს ღია თქვა ვის არ მომხმარია მეც როგორც ბიო ისე არა ბიო ეს ეგრეთ წოდებული თქვა მომიხმარიათ ნარკოტიკის სხვადასხვა ტიპის მათ შორის რაღაცა დავუშვათ მარიხუანას ჩამნაცვლებელი ან MDMA-ის და ექსტაზის ჩამნაცვლებელი საინტერესო ნარკოტიკია აუცილებლად საინტერესო არის ჩემთვის ის ვინც მოიხმარს მათთან აზრის გაზერებაც სიამოვნებს ამის თემაზე, მაგრამ ყველას ვეუბნებით რომ ეს არის მნიშვნელოვანი შენ იცოდე რა დოზა მიიღო, როგორ მიიღო, როდის მიიღო, რა შემთხვევაში მიიღო, ყველას არ აქვს საშუალება რომ გააკეთოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობით მოეკეთოს ამას. და უბრალოდ რომ არ მიიღონ ის რაც ესეთი უცნობი და რა თქმა უნდა, ის ვისაც აქვს მე ვარ რისკიანი ადამიანი, მე მიყვარს შთაბეჭდილებების მიღება, მე როდესაც წავიკითხე LSD-ს შესახებ რაღაც 10-15 წლის წინ, დავინტერესდი და პირველი შესაძლებლობისთანავე გავსინჯე. ხო, ჰალუცინაციის შესახებ გავიგეთ რა და სუდია რომ კვლევები არ ფინანსდება კი არა და საერთოდ ნებადართული არ არის ამ თემაზე და ჩვენ თავს ვიტყუებთ. რას თქვენ ნებადართული არის? ნუ აი არავინ, ანუ რას ვამბობ, იცით რომ აი კლინიკური აი ახალი ნივთიერება შემოდის, ხო, როცა წამალი გამოდის ბაზარზე, იმას ჭირდება ზოგიერთს 10 წლამდე კლინიკური კვლევების სხვადასხვა ფაზა, ეს ჯერ სინჯარაში ხდება, მერე ცხოველებზე, მერე ადამიანებზე იტესტება და მერე ან გამოდის ბაზარზე ეს წამალი, ან არ გამოდის, ხვდებით? და ის რომ 70-იანი წლების შემდეგ აკრძალული არის აი ეს კვლევების ჩატარება და ვიცი შენ რაც თქვა და ეს კარგია. რას ნიშნავს აკრძალული აი აქეთ მინდა თქვა ანუ ადამიანები უნდა მომხმარებელი უნდა იყოს ხო? ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის კვლევები, თუმცა ერთი სერიოზული პრობლემა კვლევას ატარებენ კონკრეტულ ნივთიერებაზე მაგალითად, თუმცა შემდეგ, ასე ვთქვათ, გამოშვებულ და შესყიდულ პაკეტში ეს ნივთიერება დევს თუ არა, არავინ არ იცის.
იმიტომ რომ ატარებენ კონკრეტულ რაღაც, ასე ვთქვათ, იმის შემადგენელ ქიმიური რაღაცნაირს. რას ყიდულობა არის პრინციპში. ამ პრობლემას ძალიან სინთეტური ნარკოტიკის მთავარი პრობლემა ყოველთვის ეგ არის, ნებისმიერი თუნდაც MDMA-საც როცა ყიდულობ, არიცი შენიკ რა მეთი არის, რა შემადგენლობით არის, ამფეტამინი რა შემადგენლობით არის. ამ პრობლემას ძალიან პასუხობს ძალიან კარგი მაგალითია ახალი ზელანდიის, რომელშიც ესე ამ სინთეტური ნარკოტიკის მოხმარება იყო ძალიან ზემოთ, სტატისტიკა იყო ძალიან ცუდი. და სუიცილებოდა და ნუ აი არის ცუდად იპასუხა ქვეყანა ამკაცებდა პოლიტიკას და ამან არაფერს არ უშველა. მივიდნენ იმ დასკვნამდე ძალიან ერთადერთი სწორ დასკვნამდე მივიდნენ, რომ წარმოებლებს ამ ნარკოტიკებისა შესთავაზეს ესეთი რაღაცა, რომ კი ბატონო გაყიდეთ ლეგალურად, ხოლო თქვენ უნდა გააკეთოთ 18 თვიანი სასწრაფო პერიოდი, სადაც თქვენ დაგვისაბუთებთ, რომ ეს არის მცირე რისკის მატარებელი, კონკრეტულად ეს ნარკოტიკი და ეს ძალიან კარგია. ეს ეხა ზუსტად ეხა 2013-ში მიიღეს გადაწყვეტილება, ეხა არის აპრობაციის პერიოდი და მალე ახალ ზელანდიაში გაიყიდება ბიონარკოტიკები ლეგალურად მაღაზიებში, აპტეკებში, ასე შემდეგ არ ვიცი, მაგრამ იქნება მომხმარებელიც ინფორმირებული, რას ყიდულობს, რა რისკი შეიძლება აქდეს და რომ ეს არის გარანტირებულად დაბალი რისკის შემცველი ნარკოტიკი. თავისთავად ახლა აბაზანის ფხვნილი გაყიდეთ კი ბატონო და მოამთავრეთ. ხო, არა. ეს ეძახი. როგორც არომატი. ანუ აბაზანაში რომ გავხსნა ბაბლებში არ აღმოჩნდა. ესაც მეცახელია, როგორც პარისი რო ვითომ აღსუნის და მეცახელი არის. რამდენიმე ჯგუფი არის ამ ბიონარკოტიკის. ერთი არის თქო მარიხუანას ჩამონაცვლებელი THC-ის მსგავსი ქიმიური წარმონაქმნია სუბსტანცია. მეორე არის ეს დაუშვათ ჰალუცინოგენები და სტიმულატორები. ხო, ანუ LSD-ს და მესამე არის უკვე კოკაინის და თქვათ რაღაცა. ხო, სტიმულატორი. ცხადი არის ის, რომ თუ ადამიანმა არ იცის, არ აქვს მას ინფორმაცია, რას მოიხმარს და როგორ მოიხმარს, ცხადია, რომ ამ ნივთიერებით გამოწვეული ზიანი იქნება გაცილებით მაღალი, ხო? ანუ ამას პოლემიკას არ ექვემდებარება ეს, ხო? ანუ იმას კი არ ვამბობთ, რომ კი ბატონო დავყაროთ ყველა საბავშვო ბაღში გავასინჯოთ ხალხს და ასე შემდეგ, მაგრამ ვამბობთ, რომ ის ადამიანი, ვინც მოიხმარს, მაინც მოიხმარს ასე თუ ისე რაღაცას, იმიტომ რომ კვლევა არსებობს ნამდვილად, საერთაშორისო მონაცემები არის, რომ ციხისგან გამოსული ადამიანების 90%-ზე მეტი ერთი წლის განმავლობაში აუცილებლად უბრუნდება ნარკოტიკის მოხმარებას. ვერაფრით, ვერც ჯარიმით. ხო, ამ თემაზე ალბათ ხის რომ მეც მომზადებული ვიყო, რომ დათანხმდა უკვე. კი ბატონო, პირისპირო ხოლმე არგუმენტი მოწინააღმდეგე მხარის არ არის აუცილებელი მე ვიზიანებდი. კი ბატონო, კარგი და აუცილებლად მიუძღვნი ამ თემას, მანამდე კი არ ვიცი როგორც აი თქვათ აი ამ მოკლე საუბრიდან. მე რა შეიძლება ურჩიოთ რა, სანამ დისკუსია ამასობაში მოიფიქრეთ. ხო, ანუ იერარქიულად დავყოთ ზიანის შემჩნევაში როგორც ხდება, ურჩევთ არ მოიხმაროს პირველი. თუ ამას ვერ ახერხებს არაურიოს არაფერთან, როდესაც მოიხმარს, სხვა ნივთიერებები არ დაამატოს, ან სხვა ფსიქოაქტიური, ან ალკოჰოლი. პოლიმოხმარება, პოლინარკომანია არის საქართველოს მთავრესი პრობლემა რა. თქვენ პრაქტიკულად ვერ ნახავთ მომხმარებელს, რომელიც ერთ კონკრეტულ ნივთიერებაზე არის მობმული, ხდება არევა. რასაც იშოვიან, თქვათ ამ ხელმისაწვდომის გამო და ასე შემდეგ, ან იმას ყავენ. ან ეწევი. ანუ არაურიონ არაფერთან და მესამე თუ მაინც უნდა მოიხმარონ და გასინჯონ, მცირე დოზებით დაიწყონ. კი ბატონო, აი ესეთი. პირველი არის არ მოიხმარონ საერთოდ. ესეთი რჩევის შემდეგ გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენ ერთმანეთს ხუთშაბათს შევხვდებით.